და მეგობრებო, ცოტა ვიჩქარე, ვიდეოს დადება, მაგრამ არა უშავს და დღეს არის საქართველო გერმანია. წინა თამაში ისე იყო, ბოლომდე ვერ დამთავრდა, მაგრამ იქ მოვიგეთ, მაგრამ ეს თამაში იქნება ბოლომდე. აქ საქართველო პირდაპირ შეტევაზე გადადიოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა და ასე მალე დავჯარიმდით. ეს თამაშიც რომ მოვიგოთ ავტომატურად მერვით ფინალში გავალთ. ასე რომ უნდა მოვიგოთ, მაგრამ გერმანელები სახიფათოდ იწყებენ დარტყმა და სად გადაურჩით აქ. არა, აი აქ ძალიან მაგრა გადაურჩით. და მადლობელები ვართ ძელისი, ოდნავ გვერდზეც დაერტყა და გაიხსნებოდა ანგარიში გერმანელების სასარგებლოდ, მაგრამ აქ ჩვენ ვუტევდით და ვეღარ შევუტიეთ და კიდე ჯარიმა და ყვითელი ბარათი ასე მალე. ჯერ არ დაიწყო თამაში რა ყვითელი ბარათი მოგინდა თვალი რა იყო. მაგრამ თავარია ანგარიში არ გაგვიხსნა და სხვა არა უშავს ჯარიმებს ავიტანთ, მაგრამ დვალის შემდეგ თამაშს გამოტოვებს ყვითელი ბარათი უდრის დისკვალიფიკაციას 1-1-ზე და მამარდაშვილმა აქ ძალიან კარგად გვიხსნა. და აქ შეიძლება სახიფათო შეტევა გამოვიდეს, მაგრამ არ გამოვიდა. კიდე გერმანელები, არ უნდა გავაკეთებინოთ პასი. კარგია, აქ დებიუტანტებიც ყავს ხარებაშვილი და აზაროვი. და კვერნაძე არ არის შემოსული და საიდან არ ყავს კვარაცხელია და საიდან გახსნა ანგარიში 1-0-1. აბა რა საქართველოს სასარგებლოდ გაიხსნა ანგარიში 1-0. ძალიან კაია, აი რასაც ვლაპარაკობდი, არ გაგვეხსნან ანგარიშიო და აქეთ ჩვენ გავუხსენით ანგარიში. ძალიან კარგია. მაგრამ აქ გერმანელები ეცდებიან სწრაფ პასუხს და ეს არ უნდა ვაცადოთ ვირსი. წავაქცეთ ვირსი და არ იყო ჯარიმა. კარგია, მიქაუტაძე მიდის და ტერ შტეგენმა აიღო სამწუხაროდ ბურთი. კაია. მიდი, პასი გააკეთე და არა ვერ გააკეთა პასი. და რა ხდება, აქ კიდე ჩვენია ბურთი და სად გადაურჩით ძალიან სახიფათო შეტევას. აი აქ შეცდომა დავუშვით, მაგრამ გამოვასწორეთ. მიქაუტაძე დარტყმა ტერ შტეგენმა მოიგერია. არა უშავს, რაც მთავარია ვიგებთ. მაგრამ ისევ მიქაუტაძე მეორედ ჩაჭრა უკვე. დემბელეს ავიჩასაფრდა. დავითაშვილი, მიქაუტაძე, ძელი არა. რა ცოტა დაგვაკლდა, ეს რა ქნეს აქ. რაც მთავარია ჩვენ სასარგებლოდ ქნეს. ჩაგდება საჯარიმოში, დარტყმა აღარ შედგა. დარტყმა თარიელია, კარი და 2-0. უახლოვდებით ავტომატურ მერვედ ფინალს. იქ იგებს ინგლისი 1-0. ინგლისელებმა ინგლისი ნიდერლანდებზე გახსნეს თამაში და ამის მერე კიდე გვაქვს თამაში ხვალვე დაიდება ნიდერლანდებისა და საქართველოსი. თუ უყურებთ, მადლიან ვიქნებით და დებიუტანტი ხარებაშვილიც გამოტოვებს ამ ნიდერლანდებთან შეხვედრას. და მის მაგრად ახალი დებიუტანტები გვაყოლებიან, ან არ გვაყოლებიან. და პირდაპირ კარში დაარტყა, მაგრამ მოიგერია გიორგი მამარდაშვილმა. კვარაცხელია, კაი შანსი აქვს. კვარაცხელია ტერ შტეგენის მოგერიებით დამთავრდა ტაიმი და მეორე ტაიმიც დაიწყო. აი აქ უკვე გერმანელები იწყებენ. გერმანელების სახიფათო შეტევა ჩაჭრა ლობჟანიძემ. გერმანელები უფრო სახიფათო არიან ვიდრე ინგლისელები. ინგლისს მარტივად მოუგეთ 6-0 და აქ
2-0 ვიგებთ, ეგეც ძლივს. ორივე ცარიელი კარში გავიტანეთ პრინციპში. ტერ შტეგენის არ ქონა მოსწრებული და კვარას უნდოდა ჩასვლა. იქ კიდე არც ერთი არ ყოფილა ცარიელი კარში, ზოგი იყო 1-2 ცალი და ლობჟანიძეც გამოტოვებს შემდეგ შეხვედრას. რა დისკვალიფიკაციები მოუნდათ ამ ქართველებს, რა იყო? ცოტა ფრთხილად იყვნენ. თორე შეიძლება მალე წითელიც მიიღონ და მთლიანი ტურნირი გამოტოვონ და კიდევ ერთი ჯარიმა. გერმანელები ძალიან შევიკალეთ ამდენი ჯარიმით, მაგრამ რაც მთავარია ბარათები არ მივიღოთ კიდევ. კვერნაძე, კაია, კვერნაძე შემოვიდა. დატრიალება, ლევანდოვსკის გამეორებას აპირებდა ვილიარეალთან რაცქნა და ის ლა ლიგა აღარ იქნება ჩავარდა და იმიტომ ჩამეშალა რა, ვერ შევინარჩუნე და აი აქ უკვე გერმანელები მოდიან, არ უნდა მოვუშვათ და არც მოვუშვით. ძალიან კაია და ეს ტერ შტეგენი სად გამოდის. შეგვიძლია დავაპრესინგოთ, მაგრამ ვერ დავაპრესინგეთ. არაუშავს. ძალიან კარგი შეტევა გამოგვივიდა. მოდიან გერმანელები. აქ ახლა უნდა გადავრჩეთ, მაგრამ არც ისე ხიფათოდ მოდიან. ხარიბაშვილი, ქოჩორაშვილი, ვეღარ წამოიღო, კვერნაძე ვერ ჩაჭრა, ლობჟანიძე წართვა გერმანელები. რა ხდება? მამარდაშვილი. აქ მამარდა რო არა, ერთ ბურთამდე შეამცირებდნენ სხვაობას. კიდე გერმანელები მოდიან და კაია შევაჩერეთ. კვარაცხელია დაარტყა და ტერ შტეგენმა მოიგერია, რომ არა ტერ შტეგენი ბევრად დიდი ანგარიშით ვიქნებოდით ეხლა. და აი აქ შეცვლები, კვარაცხელია ჩააწვდა სერიარიმოში, ქოჩორაშვილი 3-0. რა კაი გოლი იყო, გულის გამახარებელი. და ქოჩორაშვილმა ტრადიციული სალტოთი აღნიშნა. კარგია. აქ უკვე სერიოზულ უპირატესობაში ვართ. იმედია გერმანელები არ გაგვიბრაზდებიან და სასწაულს არ მოახდენენ. მაგრამ მჯერა რა, ყველას ჯერა, იმიტომ რომ რაღა დროს ამოქაჩვა არის, დიდი ხნის წინ უნდა იქნადეკ და აქ შემოგვიტიეს და მაგრამ შემოტევა თუ შედეგი არ გამოიღო, მაგრამ იქ არ უნდა გააყოლოს. გერმანელები ისევ ჩააწოდეს. და ერთი გოლი მაინც გაგვიტანეს. ვოლიემეიდმა გაგვიტანა გოლი. აი გერმანია ისე პირველი ნაკრებია ამ იმაზე, ვინაც გოლი გაგვიტანა. ერთი თამაში გვაქვს მარტო ჩატარებული და ეგრეც იქნება, მაგრამ მაინც პირველია. აქ შეცვლები მამაქეიშვილი შემოვიდა ხარებაშვილის ნაცვლად, კიდე ერთი დებიუტანტ და დავითაშვილის ნაცვლად ჩაკვეტაძე. და ხო შემილია საქართველოს ნაკრების და აქ დამთავრდა თამაში და შემილია შემდეგში საქართველოს ნაკრების ნებისმიერი შემადგენლობა დავაყენო. აი თქვენ როგორცაც მოისურვებთ, თქვენ რასაც მეთქვით და აქ ყველა ანგარიშს გეტყვით: საქართველო, გერმანია 3-1, ნიდერლანდები, ინგლისი 3-2, სერბეთი, პორტუგალია 2-1, უკრაინა, საფრანგეთი 2-1, ესპანეთი, რუსეთი 0-0, პოლონეთი, ბელგია 2-0, შვედეთი, ავსტრია 2-1, შვეიცარია, კვიპროსი 1-1, რუმინეთი, ხორვატია 0-0. და აი ესეც ცხრილი საქართველო ლიდერობს და ნახვამდის